მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით მორიგი ვლოგით. დღევანდელ ვიდეოში გაჩვენებთ ჩემს რამდენიმე დღეს თუ როგორ ვერთობი. გართობა აბარა არის. დღევანდელ დილას 8 საათია ახლა მოვედი სასტუმრო ასტანა პალასში. უნდა გადავიღო რაღაც საუზმის კადრები და კიდევ რაღაც დეტალები და თანდათან გაგიზიარებთ კადრს მიღმა მომენტებს. წავედით. ბოდიში რომ ცოტა ბნელავსავით, მაგრამ პრინციპში ჯერ ახლა გათენდა. დილის მცირედი გადაღებაც მოჩა და ეხა რამდენიმე საათიანი პაუზა და მე ისევ ვაგრძელებთ. მაშასე მეგობრებო, უკვე შუა დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაღების მეორე ნაწილი იწყება და ეხა წავედი ავაწყობისევ ტექნიკას. მარტივი სეტაპი გვაქვს. The next day. დღე მეორე, ამჯერად მოვედი ციხში, სადაც ულამაზესი საღამო უნდა გადავიღო და აქედანაც გაგიზიარებთ პატარ-პატარა კადრებს. The next day. დღე მესამე აქტიური გადაღებების. დღევანდელი ფოტოსესიის კადრებს დეტალურად არ გაჩვენებთ, რადგან ასეთი ტიპის ვიდეოები უკვე მიდევს და შეგიძლიათ უყუროთ ჩემს არხზე. გუშინდა საღამოს რაც შეეხება, მართლა ძალიან მაგარი გამოვიდა. დღევანდელ ამის რაც შეეხება, ცოტა წვიმსავით, მაგრამ როდის იყო ამის ხელი შეუშლია. მეგონი ზომბი აპოკალიფსი იწყება. მე მსგავსი ფაქტი არ მახსენდება. ცხენებთან ფოტოსესია გვაქვს. The next day.
დილა ცურვით დაიწყო ეს დისციპლინა ბეიგული. ესე იგი თითქმის 2 თვიანი პაუზის მერე წყალში ვარჯიში პლუს 1 კილომეტრი ცურვა, მგონი ცუდი არის. ესეც ასე მეგობრებო, თითქმის მთლიანი წრე შეიგრა უკვე ამ ვიდეოში. ხვალ მხოლოდ ნომრებსა გადავიღებ ამ სასტუმროში და ამ ვიდეოში აღარ გაჩვენებთ. მე ამ ვიდეოთი დაგემშვიდობებით. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ვისაც ჩემთან თანამშრომლობა გინდათ, ჩემი გვერდის ლინკს აღწერაში დავტოვებ, გადადით, მოიწონეთ, თვალიადავნეთ სიახლეებს და სრული შემთხვევაში დამიკავშირდით. რაც ამ ვიდეოში ვერ ნახეთ იყო დამუშავების პროცესი, რაც ძალიან სასიამოვნო და მაგარი პროცესია ხოლმე, ასევე შეხვედრები და კიდევ სხვადასხვა რამ. ამასობაში ახალი სათვალეთ შავა მივიდა და ეხლა წავედი ერთი სული მაქვს ნახო, როგორი იქნება.